დილამშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? იმედია კარგად, იმედია ხოძე. დღეს გახლავთ შაბათი დღე, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს დილას, უბრალოდ გუშინ საღამოს, დღეს დილით ჩამოვედი საქართველოდან. ხო, პრინციპში ერთი კვირი დაგვიანებით იქნება ამ ვიდეოს შერუნახავ, მაგრამ მე დღეს ჩამოვედი საქართველოდან. მოკლედ რა ხდება ჩემს ეზოში? უცებ, ვითომ რაო, ხო, ორ კვირაში რა უნდა შეცვლილიყო. არო, say hi. გამარჯობა. ბევრი რამე შეიცვალა. პირველ რიგში ალბათ ხედავთ ჩემს უკან ეზოს. ნახეთ რამ ხელა ბალახია. მე და აროს გვაქვს ესეთი იდეა, რომ მოვჭრათ ახლა ეს ბალახია ეზო გვაქვს დასალაგებელი მეგობრებო. ძალიან მაღალია ბალახი, მინდა გითხრათ. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის. ჩემი ბაღი აყვავილებულა. ორ კვირაში ასეთი შედეგი, მე ვფიქრობ ძალიან კარგია. მოდი ჯერ შეურიდან განახებ. ნახე რას გავს ჩემი ბაღი. ყველაფერი აყვავილებულია, ყველაფერი გაზრდილია. ოი. სუნებიც იგზნობა, მინდა გითხრათ. აი მე კვახი არის ეს, რა მხელა ეს კვახი გახედეთ. აქეთ. ბულგარულია თუ რა ქვია მას არ ვიცი. პომიდორებსაც არა უშავს, გაზრდილან, მინდა გითხრათ. აქაც პომიდორები და კიტრებია, ბიჭო, რა მხელები არიან. ნახეთ რა დავტოვე და ნახე რა მომხდარა. მოკლედ ამას მთელი ორგანიზება უნდა ახლა. ანუ სამუშაო ბევრია. აქ კიტრები, ალო. Do you see the cucumbers? აქ კიტრები გამოუღია, პირობას გაძლევს შემდეგი წლისთვის ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ. ეს არის უბრალოდ გამოცდილება და ასე არ დავთესავთ ხოლმე ბევრ რაღაცას ერთ იმაში, იმიტომ რომ თავიდან რომ დავიწყეთ ბევრი რაღაცა გვიკვდებოდა. ხო და მივაყარეთ, მოკლედ რაც ამოვათქო და ნახეთ რამდენი რაღაცა ამოსულა. მოდი იქით გავიხედოთ რა ხდება. ეს თუ არის, ეს არ ვიცი და ხო, Brussels sprouts. სოკოს ამოსულა, სოკოს რა უნდა აქ, მაგრამ არ ვიცი ამოსულა. ეს იყო იდეაში სალათის ფურცლები, რომელიც გამოვიყენეთ. და დარგვიდან, რავი, ერთ კვირაში უკვე ანდრია წვიტავდა ამას. არო, do you see the mushrooms? Yeah. ეს ყველაფერი ანუ უნდა გავხილოთ მთელი ბოსტანი მეგობრებო, მინდა გითხრათ. ეს არისო დაგეგმილი, ეს ისე ამოვიდა. ეს გახლავთ ბადრიჯანი, ნახეთ რა კარგად გამოსულა. ეს გახლავთ ბროკოლი. აი ბროკოლი. ჯვარი წერია, ყველაფერი კარგად მიდის. ეს გახლავთ კარტოფილები, რომელიც მითხრეს, რომ ანდრიას გადაუჭრია ეს, რომ ძირში დაიწყოს გაზრდაო. არ ვიცი, როგორც აღნიშნე წინა ვიდეოებში, პირველად დავთესეთ მსგავსი რამ, ასე რომ ყველაფერი გამოცდილებაა. ნახოთ რა შედეგი იქნება. წვანილების ვენაცვალე, ნახე რა დღეშია მწვანილები. ნახეთ რა მხე იმინა ხედი იქცა უკვე. ო, მისახედი ამაზე. როგორც ხედავთ, ბევრი საქმე გვაქვს აქ გასაკეთებელი. აქეთ რა ხდება? სოკოებია ყველგან ამოსული. აი ესეა ბიჭო, ორი კვირი წახვალ და მე ვინ გინდა მოუაროს ამას. არო მკიტრი მოწყვიტა. ალო, შოუ. აი ქათამი გადმოსულა გარეთ. აი ჩვენი პატარა წიწილები, რომლებიც უკვე გარეთ დატასაობენ. ისევ ვერ უშვებთ შიგნით, არ ვიცი რატო ვერ უშვებთ შიგნით, მაგრამ შიგნით არ შედიან. ეს ჩვენი დიდი ქათმები, ეს მამალი ნახეთ რა დღეშია, ბიჭო. ნახე რა მხელა. სავარაუდოდ დაკლა მოუწევს, იმიტომ რომ ტვინი წაიღო იმდეს იმაშობა ყივის ხოლმე. აქეთ რა გვაქვს? აქ ყველაფერი ჩვეულებრივად არის. ესეც ჩვენი მწყერები, ბარო მწყერებს ვენაცვალე. რაღაცა პრობლემები აქვს, ესეც მისახედი მყავს. აქითაც ესეც მისახედი მყავს და ჩვენ აქ გვყავს რაღაც. I know. აი მეგობრებო რა მოხდა? აქ პატალაბოჭიები გაიჩნდნენ. ანდრიამ გამოვიდა ერთ დღეს და დახვდა ესენი. ანუ სავარაუდოდ აი აქ იმალებოდნენ, სადაც ვერ დაინახავდით. და ახლა ვყავს აი ესეთი პატარა ბოჭიები, ძალიან ბევრი. ხო, ამასაც მისახედია. ვინ გააჩინა დღემდე არ ვიცით. აი ესე გამოიყურებიან, ნახეთ. ნახე რა კაი ტიპები არიან, ბიჭო. გამარჯობა ბაჭია. მოკლედ
Am სამიდან, ანუ ეს მამალია, ეს ვერ გააჩენდა, ან თეთრმა, ან შავმა გააჩინა. გაიგია ხარ რომელმა გააჩინა. აქაც მეგობრებო დასალაგებელი გვაქვს, მოსაწესრიგებელი გვაქვს ყველაფერი. იმიტომ რომ სუნიც აზდის უკვე ყველას ბუზების დაფრინავენ და მოკლედ საქმე გვაქვს ბევრი რა. მივხედოთ ახლა ჩვენ ამ საქმეს. არა. მაგრამ პირველ რიგში ეს ერთი ქათამია გადმოსული და უნდა დავიჭირო რომ შეუშვა უკან. გამარჯობა. ბრკაცი. ჰა? აიან. გამარჯობა. გამარჯობა რო. წავალთ ახლა ბალახის საჭრელს გამოვიტანთ. წამოაია და შეუდგებით საქმეს სანამ ზე დააცხუნებს. თუ არა მზე რო დააცხუნებს. მე საზღარი იქნება სამუშაოდ. ასე რომ ცოტა მოღრუბლულია და გამოვიყენოთ ეს დრო. წამოაია. Walk same time. ამო გამოვაგდოთ ახლა ჩვენი ესეც შევიძინეთ რა. შეუძენიათ. გაგვიადვილებს საქმეს მინდა გითხრათ. Wheelbarrow, რა ქვია? ტაჭკა, რავი, რაც გინდათ ის დაარქვით. კარგა ხანია გვინდოდა შეძენა, ასე რომ ახლა ვყავს. ვაიმე, კოღუები იმინა სახეს მაძრობენ. Why, what's going on here? I don't know. This is crazy. Look at my food number. I see that. Is it enough? მეგობრებო, მინდა გითხრათ, სანამ წავიდოდი, ეს ყველაფერი დალაგებული მქონდა, მაგრამ ნუ რას იზავ? არის დაუტოვე ყველაფერი, არის. What's going on here, man? I thought you're gonna take care of all this stuff. No? Alright, my man. Okay. Wow. Venga, saúde. რატომ არის დიდი ბალახი ცუდი? პირველ რიგში, იმიტომ რომ ირმის ტილები, რწყილები ჩდება აქ, მერე ბავშვებს ედება და როგორც ვიცი, გადამდებია რაღაცა დაავადება შეიძლება გადაგედოს ამისგან. ნუ ყველასგან არა, მაგრამ თუ კანში შევიდა, სისხლში შევიდა, აუცილებლად რაღაცა დაავადებას აიკიდებ, ამიტომ რაც უფრო დაბალია, მეგობრებო, ბალახი, ნუ აქ მინიმუმ რწყილები, ტილები, კოღუები, ეგეთი რაღაცები მე აღარ სახლობს ხოლმე, ასე რომ ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ, რომ კვირაში ერთხელ ვცდილობ, რომ მინიმუმ გავასწორო ბალახი, რომ აი ეს პრობლემების წინაშე არ ვიდგე. მოკლედ, გავაგრძელებ ახლა ჩემს საქმეს. Hey, stop testing other people with your talents. შევჩერდით ახლა წყლის დასალევა და გავაგრძელებთ გზას. არო, we need a wheelbarrow. ანუ გაივსო, ეს მანქანა გაივსო ბალახებით და უნდა გადმოვცალოთ. დავაი არო. მოდი კაცი. მიდი. ვერ ერევა ჯერ, მაგრამ მოერევა. Strong man. Help him. Hey. What happened, Adi man? That's okay. That's how you learn, buddy. გავავსეთ მოკლედ თელი კალიასკა მით ბალახებით და ახლა გადავყრით კომპოსტში. You have fun, Aya? Yeah, baby. Yeah. Is it bumpy? Well, yeah, hello. This is mine, but anyway. Ragazzi. Purple. They're both funny difference. Ragazzi is not that funny, but I don't know. Ooh, hey,
გამარჯობა. მოგლედ მეგობრებო, არ ვიცი ზუსტად რამდენი დროა გასული, მაგრამ დაახლოებით ვფიქრობ, სადღაც 3-დან 4 საათამდეა გასული. ეზო და აი ეს ბუჩქები მოვჭით. აი ბუჩქები გამოიყურება ასე, მოიცა შემოატრიალებ კამერას. აი ასე ახლა თარაზოში რატო არ არის გასწორებული და ეგეთები არ დამიწყოთ. აი ესე ოდნავ შევათხელეთ. მთელი ეზო მოვცელეთ. ამოისუნთ კაიმინა ეზო. დედას გეფიცებ. მაგრამ მეგობრებო, მეტი არაფერი არ გავიკეთებია ჯერ. ეზო დავალაგეთ, ანუ მოვცელეთ. მე დაალო მალე დაიღალა, კაჩი. ბუჩქები გავასწორეთ ცოტა და სავარაუდოდ ახლა ცოტა შევისვენებ და მე მივხედავ ცხოველებს. ცხოველების მერე შესაძლებელია საღამოს შეუდგე ან ხვალევიზა, არ ვიცი. შეუდგე ბოსტანს 1 second არებარი. და ეგ არის ხო? ეს ის დავალაგეთ, გავასუფთავეთ, ლამაზად გოხტნათ. მივალაგ მოვალაგეთ. განახთ ისე მაინც რა. აი ასე ლამაზად გამოიყურება ახლა ეს ყველაფერი. ეს ცხოველების საჭმელები და რაღაცეებია, ასე რომ არ შევიმჩნიოთ. ასე და ამგვარად. შემდეგ საქმეს რო დავიწყებ, აუცილებლად გაგაგებიებთ. ახლა მეზობელმა მომაკითხა ლაშა, ვიცი რომ ახალი ჩამოსული ხარ, ვიცი რომ ჯერ კიდე ჰაიპში ხარო, მაგრამ არ დაგავიწყდესო, რომ წადი და აიღე სანადირო ლიცენზიაო. ასე რომ, ანუ 23 რიცხვამდე რო აიღებ, გარანტირებულად გაძლევენ როგორც მამლის ლიცენზიას, ასევე დედლის ლიცენზიას და 23-ის მერე უბრალოდ ლატარია მიდის, ასე რომ დროზე უნდა მივიდე და გავაკეთო ეგ ამბავი და ახლა წავედით და მოვაგვაროთ ეგ ამბავი. აი მეგობრებო, ავიღეთ ლიცენზია, ჩვენ აქ გვაქვს ინდაურის თეგიც, ანუ თეგები ქვია ლიცენზიას. გვაქვს როგორც დედალი ინდაურის თეგი, ასევე მამალი ინდაურის თეგი, ეს მოყვება ჩვეულებრივად ამ ლიცენზიას. ასევე გვაქვს მამალი ირემის ლიცენზია, რა თქმა უნდა, და ასევე დამატებით გვაქვს დედალი ირემის ლიცენზია, მაგრამ დედალი ირემის ლიცენზია მხოლოდ კონკრეტულ ლოკაციაზე შეგვიძლია გამოვიყენოთ და არა ყველგან. მამალი ირემის ლიცენზია შეგვიძლია გამოვიყენოთ მთელ სპელსილვანიაში, ასე რომ მე მგონია ხოძე ვართ, ანუ დედალი ავარჩიე ჩემთან ახლოში რო ვინადირო, ანუ ახლა ვიგეტყვით რატომ. აი მაგალითად სახლში საღამოს არაფერს არ ვაკეთებ, შემიძლია წავიდე. აქვე ჩემთან ჩავიდე და ვინადირო. სხვაგან რომ მქონდეს ეს ლიცენზია აღებული, მეგობრებო, ამ შემთხვევაში დედალს ვერ ვესროდი და რადგან უმეტესად დედალი ირმები უფრო ხშირად ხვდება ვიდრე მამლები, ჯობია რომ ახლოში მაინც დედალი ირმის ლიცენზია ამეღო, მოკლედ ლიცენზია გვაქვს რა, წელს ნადირობა იქნება. აი ესე შემოვღობეთ პატარა ქათმებისთვის, როგორც მოგახსენეთ, ამათთან ერთად არ უშვებენ, არ ვიცი რატომ. და იძულებული გავხდით, აი ესე პატარა შემოგვეღობა ირგვლივ, რომ აქ პატარა ქათმე მაიტასონ, ალბათ ოდესმე შეეჩვევიან ერთმანეთს. იმედი მაქვს. ჩხუბობენ, არ ვიცი რატო ჩხუბობენ ხოლმე. აი პატარები გამოუშვათ. ასე არ მინდოდა, მაგრამ ასე გამოვიდა. შინჩადით. შეჩიგინთ. კიდევ ერთი რამ მეგობრებო, მამალი მყავს ძალიან აგრესიული, მაგრამ მგონია მოვარჯულე. ამას წინ რომ შევედი ამ кейჯში, ეგრეთ წოდებული, სადაც არიან ხოლმე, გამომენთო რა, იმინა. ხო და მე რო შევედი გუშინ საღამოს, უკვე всё დაწყნარებული იყო, ანუ დომინანტის მომენტი ქონდა რა და ჩემს უტრაკებდა და მე ვეღარ გამიტრაკა, მაგრამ მოდი ახლა გავტესტო თავიდან არა. დააპირებს თავის დაცვას. აი ეს დებილი მამალი. აბა გაჯვი მამალო. აკე. შენ დავადი. გაჯვი.
გაჯვი. ამას უყურე რა დღეშია. გადი. გაჯვი. ნახე რა დღეშია ეს დებილი მამალი. არ გიშვებ შიგნით რა. ვინმე თუ იცით რა უნდა უქნა ამ მამალს, მომწერეთ რა. როგორც ხედავთ, არაფერი არ შეცვლილა, ისე მეჭუბება ხოლმე. ამიტომ რაღაცა იქ მოსაფიქრებელი. ანუ ერთი ვერსია ის რომ მოაჯერი კი ის არის გავიგე ეს, მაგრამ თუ არის რამე ისეთი მომენტი, რითიც შეგიძლია აჩვენო რომ დომინანტი აქ შენ ხარ და არა ის მამალი. პრობლემები მეგობრებო, რაც აი ამ წყერებთან მქონდა, იყო ის რომ ну სხვანაირად ვერ ახსნი, აი ეს კლინტი ფეხზე მიახმა რამოდენიმეს და მომიწია თბილი წყლის გამოტანა, ფეხების ჩალბობა ამ წყერების, რომ მომეშორებია ის კლინტი, იმინა ქვასავით ქონდა. ამიტომ ეს პრობლემა აქ მოვაგვარეთ. რაც შეეხება ამ მეორე მწყერებს, ჯერჯერობით კარგად არიან. ხო, ცოტა უცნაური ჯიშია ეს. ამას ვოჭველი კისერი მოძრება რა, მე ვატყობ ამ სიტუაციას. ესენი მშვენივრად არიან, არანაირი პრობლემა ჯერჯერობით არ აქვთ. ну, რაღაცეები მაგ გასაკეთებელი, მაგრამ პრობლემები არ ეტყობათ ჯერჯერობით ამ მწყერებს. რაც შეეხება ბაჭიებს, მეგობრებო, როგორც ვიცით Google-ისგან, რომ მინიმუმ სადღაც 1 თვე უნდა იყოს დედასთან ერთად. სიმართლე გითხრა, 1-3 წელი გამოდის ხოლმე ხანდახან და ისევ შედიან. ჩვენ ვერ ვხედავთ, როდის აჭმევს დედა. ძირითადად თივაზე არის ხოლმე, ამიტომ კიდევ დაველოდებით ალბათ სავარაუდოდ კიდე 2 კვირა და მე მოვიფიქრებთ რა უყოთ ამ ბაჭებს, ანუ რა უყოში გულისხმობ იმას, რომ გავაცალკევოთ თუ დავტოვოთ, ანუ საბოლოოდ მაინც გაცალკევება მოგვიწევს, მაგრამ ჯერჯერობით ვაცდით, არ ჩავერევით ამ ამბავში. დავაპუროთ ახლა ჩვენი ცხოველები, ფრინველები თუ რაც არის რა ვიცი, როგორც არის. გარეთ ვერაფერს ვერ უტოვებ, ვერ ჩინით ვერ უტოვებ, იმიტომ არ მინდა თაგვი და რაღაცა შეეჩვიოს, ამიტომ ყველაფრის გატანა მიწევს ხამე. მე რა, მეუღლეს ხანდახან მეც. ყველაფრის გატანა მიწევს და მე თავიდან შემოტანა ისევ ეზოში. ეგ არაფერი. ცოტა სასიამოვნოც არის სიმართლე რომ გითხრათ ეს პროცესი. შეგრძნება ისეთი ვითომ რაღაცას აკეთებ. ასე ეს ამბავი, აბა. ეს ის ბაჭიებისთვის. ყველა დაპურებულია, ყველას წყალი მივეცით, ასე რომ დღეს საქმე, მინიმუმ საღამომდე სულ ეს იყო. თქვენ მადლობა ყურადღებისთვის. იმედია საინტერესო იყო ეს ვიდეო. იმედია მოგეწონათ, არ ვიცი, თქვენ გადაწყვიტეთ. გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და იმედი მაქვს, რომ შევხვდებით მომავალ ვიდეოებში. აბა წარმატებები, თუ დღე უყურე წარმატებული დღე, თუ საღამოს უყურე წარმატებული საღამო, მოგლად როგორც არის. წავედი ახლა მე, სხვა საქმეები მაქვს კიდე. აბა ხედავა ხო და კომენტარებში დამიწერე რა ისინი რა კითხვების დავსვი. Peace amigos.